თუ გაწუხებს სიმძიმის გრძნობა ქვემოკიდურებში და ფეხები გიშუქდება დღის ბოლოს, ამის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ვენური უკმარისობაა. ვენური უკმარისობა საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს განსაკუთრებით 40 წელს ზევით. უფრო იმ პირებს, რომლებიც არიან მდედრობითი სქესის, ან უწევთ ხანგრძლივად ფეხზე დგომა, ან აქვს ჭარბი წონა. ვენური უკმარისობის დროს ვენების სარქლები და ვენების კედლების ტონუსი დაქვეითებულია. ამიტომაც არის, რომ სისხლი გულისკენ ნაკლებად მიემართება და გროვდება ისევ ქვემოკიდურებში. ნორმაში ადამიანს ქვემოკიდურების ვენებში გროვდება დაახლოებით 500 მლ-დან 700 მლ-მდე სისხლი. ვენური უკმარისობის დროს ეს რიცხვი ადის 1 ლიტრამდე, ლიტრ-ნახევრამდე. ეს დიდი მოცულობაა, სწორედ ამიტომაც არის, რომ მე აწუხებთ ხოლმე სიმძიმის გრძნობა, განსაკუთრებით დღის ბოლოს და ამ რაოდენობით დაგროვილი სისხლი ასე ვიქნის მაღალ წნევასაც, რაც მე იწევს სითხის გადაჟონვას ქსოვილებში და ფეხების შეშუპებას. როგორც კი აღვნიშნეთ, დღის ბოლოს უფრო მეტად გამოხატავს. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ძირითადი იარაღი, რა თქმა უნდა, არის სკლეროთერაპია, ლაზერული აბლაცია, რადიოსექციური აბლაცია, ქირურგიული ჩარევა, თუმცა ყველას ეს არ ჭირდება და თავიდან შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო მარტივი და ეფექტური საშუალებები. პირველ რიგში უნდა გამოიყენოს სპეციალური კომპრესიული წინდები და ელასტიური ბანდაჟები. გარდა ამისა, უნდა გაზარდო ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ აქტივობის დროს კუნთების ტონუსი იზრდება და ვენებში სისხლს არ მისცემს დაგუების საშუალებას. გარდა ამისა, წონაში უნდა დაიკლო და დღის ბოლოს ფეხები უნდა წამოწიო ხოლმე. ამასთან ერთად ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს მედიკამენტური საშუალებები, რომლებიც ვენების ტონუსს ზრდის, რომ სისხლი არ დაგუბდეს ვენებში და აქედან ერთ-ერთს გავუწევთ რეკომენდაციას, სწორედ რომ ტურბომიკრონ ჯის. ტურბომიკრონ ჯი უნდა იყოს გამოყენებული ერთიაბი დილით, ერთიაბი საღამოს საკვების მიღების შემდეგ ან საკვებთან ერთად სულ-მცირე 2 თვის განმავლობაში. მაგრამ მხოლოდ ეს მიდგომა საკმარისი არ არის და ამასთან ერთად უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ერთიაბი კიდევ 4 თვის განმავლობაში. კარგი იქნება თუ აბებთან ერთად ასევე გამოვიყენოთ სპეციალურ გელს, რომელსაც წავისვენებთ დაზიანებულ ადგილებში და ასე კიდევ უფრო გავზრდით მედიკამენტური თერაპიის ეფექტურობას.